გამარჯობა, მოგესალმებით. მე კოტე კიროვალიძე, მწერალი, პროფესიით კინორეჟისორი და ამჯერად მინდა ვისაუბრო არაჩემს პროფესიაზე, რადგან დიდი სურვილი მაქვს ხოლმე ვისაუბრო, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში შექმნილი ვითარება, თუნდაც სოციალური, სამართლებრივი და ზოგადად საქართველოში შექმნილი ვითარება არ მოძლევს ჩემ და სამწუხაროდ იმის საშუალებას, რომ მე ჩემი პროფესიაზე უფრო მეტი ვისაუბრო, ვიდრე სხვა თემებზე. ან თუნდაც როცა ვხედავ ისეთ სოციალურ ამდენ პრობლემას, თუნდაც აი ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ არ გვაქვს ესე აწყობილი საქმე, ნაგავში ადამიანები იქექებიან, გამეიყინებიან ადამიანები ყინვაში. და აქედან გამომდინარე და არა მხოლოდ აქედან ჩავთვალეთ ჩვენ საჭიროდ მე პირადად ამჯერად ჩემ თავზე ვამბობ, როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, ჩავთვალე აუცილებლად, რომ შეგვექმნა ესეთი ორგანიზაცია სამართლიანი საქართველოს სახელით. ამბიციურად შეიძლება მოეჩვენოს ბევრს, მაგრამ ჩვენ ასე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ასე უნდა ერქვას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამართლიანი საქართველოსათვის და სამართლიანი საქართველოს სახელით. დავიწყებ დამფუძნებლებით და მე დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ეს ორგანიზაცია ქონოდა, უბრალოდ მე ჯერ არც ვარ ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებში, უბრალოდ წარმოვადგენ ამ ორგანიზაციას და აუცილებლად ვიქნები აქ. და დამფუძნებლებს რაც შეეხება. ბატონი მორეს კურტანიძე, რომელიც 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში და ის ამაოდ ცდილობდა, ჩემი თვალით აქვს მანახი წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს, როგორ აი მართლა იბრძოდა, ეხლა ყველამ ვიცით რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა, ხო არაფერს ისეც არ მომხდა. აი მართლა ისე იბრძოდა, მაშინ როცა ხმას რომ ვერავინ ვერ იღებდა, ჩემი თვალით ნანახს ვამბობ, ანუ მეც ვიმყოფებოდი იქ და მეც უსამართლო უკანონო არა, უსამართლო პატიმრობაში ვიმყოფებოდი, იმიტომ რომ 10 ჯერ მეტი საშელი მქონდა, ვიდრე ზოგადად მეკუთვნოდა და ანუ აქედან გამომდინარე ამ ადამიანს არ დაუტოვებიან, ადამიანები თავიანთ თავზე ვერ საუბრობენ ზოგადად და მიჩვენია რომ მე ვთქვა, რომ არ დაუტოვებია არცეთი ორგანიზაცია, რომელიც უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლებოდა რომ მიემართა თავისი პრობლემებით და მათ რეაგირება მოეხდინოთ. ანუ აქედან გამომდინარე ეს ადამიანიც მივიდა ამ დასკვნამდე და უფრო უკეთ თავად იტყვის იმ დასკვნამდე, რომ თითქმის აქ არსებული არასამთავრობოების უმეტესობა არის ვიღაცისგან მართული სატელიტი თუ რაც კიდე დავარქვათ, რასაც ეძახიან, პირდაპირ ვამბობ და ესე ანუ ყველამ ვიცით რომ მართლა ასეა. ისინი არანაირად არ ზრუნავენ უბრალო ადამიანების არც უფლებებზე, არც არაფერზე ზოგადად ერთადერთი ორიენტირებული არიან, რაღაც გრანტები მოიპოვონ და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ. აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო რომ შექმნილიყო ეს ორგანიზაცია, რომელიც ნამდვილად იქნება ორიენტირებული ადამიანების უფლებებზე და ეხმარება ზოგადად ადამიანებს ყველა კუთხით და მეც რომ ჩავერთვები მე პირადად ვატარებ საქველმოქმედო აქციებს, ერთი აქცია უკვე ეხა ერთი ისეთი რაც უკვე გავრცელდა პრესითაც, თორემ მანამდე ვატარებდი, ხელოვნებას იქეთთვის მე თვითონ ვატარებ ხოლმე. ჯავახიშვილის საერთო დარბაზში გაიმართა წინა პარასკევს და მომავალ შაბათსაც მოხდა დაგეგმილი უკვე საქართველოს მასშტაბით ვატარებ ამას, მე პირადად უკვე და ამჯერად ორგანიზაციის სახელითაც გავაკეთებთ და გვინდა ამით მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობა დავიწყოთ, რაც საქართველოში მე მგონი არც არსებობს და სოციალურ პრობლემებზე ნაკლებად კეთდება აქცენტი სამწუხაროდ და არავინ არ აკეთებს ამას, მაგრამ თვითონ ორგანიზაცია თავის წესდებიდან გამომდინარე არის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული, იმიტომ რომ ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, პირადად მეც გავიარე 5-6 თვლიანობაში 6 წელი, ბატონმა მორესმა თვლიანობაში 9 წელი, 2 გზის და 2 ჯერ უკანონოდ და აქვს ამის ყველანაირი მტკიცებულებები და ამაზე სხვა დროსაც ისაუბრებს. ანუ გვინდა რომ ეს აღარ განმეორდეს ამ ქვეყანაში და ერთხელ სამუდამოდ არ იყოს უსამართლობა და თუ ვინმე უბრალო ადამიანს მოუნდება სიმართლის ან სამართლის პოვნა შეეძლოს ეს და ჩვენ დავეხმარებით ამაში. ანუ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს არის. მეტი რა შეიძლება დავამატო დანარჩენს ჩვენი საქმეები იტყვიან და ჩვენც ვიტყვით მომავალში, რასაც გავაკეთებთ. მიზნები ეს არის ჩვენი. მადლობა. კითხვები ხომ არ არის? არა. კარგი. აი საქველმოქმედო აქციაზე კონკრეტულად რომ ახსნით რა სახის საქველმოქმედო აქცია? კეთვით დიდი მაგრამ ეს საქველმოქმედო აქცია იყო ჩემი პირადი, ანუ ეს ორგანიზაციის სახელით არ ჩატარებულა, მაგრამ
შემდეგ მომავალ აქციაში შეიძლება მივათვალოთ უკვე ორგანიზაციის აქტივსაც, იმიტომ რომ მე ჩავატარე როგორც მწერალმა, მოვიწვიე სხვადასხვა ხელოვანი 20-მდე მწერალი და პოეტი, ზოგი ცნობილი, ზოგი მეტნაკლებად ცნობილი, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. 20-მდე ხელოვანი გავერთიანდით, ჩემი იდეა იყო ახალი ველოსიპედის მოგონება არ არის, უბრალოდ მე დავთქვი დღე, მოვაგვარე ყველაფერს ორგანიზება გავაკეთე, დავთქვით დღე. გამოვიტანეთ ჩვენი საავტორო წიგნები, პირველ რიგში მე უმეტესი და კიდევ რამდენიმე მწერალმა და პოეტმაც გამოიტანეს თავის წიგნები, ვეღარ ჩამოთვლი, იმიტომ რომ არ გამორჩეს, არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს და ეს აქედან გაყიდული თანხა სამწუხაროდ ბევრია, არ შემოვიდა ხომ ვიცით როგორც ხდება ხა რაღაც არ შემოვიდა იმდენი თანხა რამდენიც ახლა შენ მე მინდა პირადად მე მინდა რომ მოხუცთა თავშესაფარი აშენდეს საქართველოში, აი კარგი აი როგორც სხვა ქვეყნებშია ისე აშენდეს და ის ქვეყნების ხომ თავისმა ხალხმა შექმნა ისეთი და მე მინდა აი ამაში აქტიურად მივიღო მონაწილეობა, რაც შემეძლება და ჩემი ამჟამად ერთ-ერთი საშუალება შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ჩემი წიგნები, რომელიც დააფინანსა ამაზე ორი სიტყვით ვიტყვი ბატონმა თამაზელის ბარაშვილმა, მეცენატმა და ბიზნესმენმა სრულიად უანგაროდ უცხოს აი ესე დამიკავშირდა, სადაც წაიკითხა ნაწყვეტი, დამიკავშირდა და სრულიად უანგაროდ დამიფინანსა და მომცა ამის საშუალება, როდესაც რა თქმა უნდა მადლობელი ვარ და ანუ ეს ერთ-ერთი ეს წიგნები, რაც გამოჩნია შემოსავლის ერთ-ერთი წყარო, ეს აქედან ნაწილი გამომაქვს და მინდა მოვახმარო აი ჩემზე უფრო გაჭირვებულებს ან რა ვიცი, ვისაც მართლა სჭირდება და ესეც კარგი საქმეა და ვთვლი რომ აუცილებელია რაც უფრო ბევრი ადამიანი შემოერთება, უკეთესი იქნება ამ მომავალ შაბათსაც მაქვს დაგეგმილი, მაგრამ როგორც კიდევ მოგახსენებთ რომ ეს არის ჩემი პირადი, მე კი ამ ორგანიზაციას წარმოვადგენ, მაგრამ ეს ჩემი პირადი აქტივობა და უკვე მომავალში იქნება ორგანიზაციიდან გამომდინარე, მაგრამ თვითონ ორგანიზაცია ორიენტირებულია პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენაზე, იმიტომ ყვადაღებული და ისეთი სიტყვა ჯერ აღდგენაც ჩემთვის ზოგადად აღდგენა რას ნიშნავს იყო და აღარ არის როგორ უნდა აღდგეს, მაგრამ მე დავარქმევდი სამართლიანობის დადგომას, ანუ აი ამაზე იქნება ორიენტირებული და ასევე ორიენტირებული იქნება რომ რომელიმე ხელისუფალს ამჟამად შეიძლება ისე აღარ არის, თავში აღარ ურტყავენ და ცემით აღარ კლავენ და რაღაც კატასტროფები აღარ ხდება, გასაგებია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ორიენტირებული იქნება იმაზე რომ თუნდაც მომავალში რომელიმე ხელისუფალს არ გაუშვდეს ისევ თავში ჩარტყმის სურვილი და არ გაუშვდეს ადამიანების რაღაც მონათხრობელობის სურვილი და მონებად არ ჩაგთვალონ და რომ მიხსნენ როდისმე რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ნორმალურ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და აი ამაში მინდა მე პირადად მონაწილეობის მიღება და ამას ეცდება ორგანიზაციაც. თუ კითხვები აღარ არის, მადლობა. მოგესალმებით, მე გახლავართ მორეს კურტანიძე, როგორც ჩემმა მეგობარმა კოტე კირვალიძემ განაცხადა, დავამატებდი ერთს კიდევ. ანუ ჩვენ ვართ ორგანიზაცია, დაფუძნებული, დარეგისტრირებული ოფიციალურად სახელწოდებით სამართლიანი საქართველოს სახელით, როგორც კოტემ განაცხადა, ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად იმუშავებს უფლებათა დაცვის კუთხით. მათ შორის პატიმართა უფლებების დაცვას და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის უფლებათა დაცვას. რაც ესოდენ ქვეყანაში საჭიროებს ესეთი დამოუკიდებელი რეალურად ესეთი ორგანიზაცია, რომელიც რეალურად იბრძოლებს უფლებათა დაცვაზე და ასე შემდგომ. რაც შეგვეხება ჩვენ შორის არის ერთ-ერთი ყოფილი უკანონო პატიმარი, ამჟამად ემიგრანტია გერმანიაში, პოლიტდევნილი სტატუსი აქვს საქართველოსდან, დავით გაიხარაშვილი, რომელიც ჩვენი მეგობარია, მანაც გამოიარა ის გზა, ამავე დროს წამების მსხვერპლი და ჩვენთან ერთად ის ყველანაირად გვეხმარება, გვერდში გვიდგას და თავის მიმართულებას, განავითარებს და ერთად ვიბრძოლებთ საქართველოში სამართლიანობის აღდგენაზე და დადგენაზე. ხო, კიდე რა შეიძლება ითქვას სხვა. მოკლედ, ორგანიზაცია შემდგარია, დარეგისტრირებულია და დანარჩენს შემდგომში უკვე საზოგადოებას და ხალხს დავანახებთ. ამავე დროს ჩვენ ახლა როგორც ასეთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არსებობს 1000-მდე ორგანიზაცია ეს უფლებათა დაცვის კუთხით
და ყველა ძირითადად არის ახმოვანებს პოლიტიკური პარტიების ინტერესებს პოლიტიკური ორგანიზაციის სატელიტები არიან ძირითადად ყველა ორგანიზაცია და როგორც ასეთი ახლა მაგალითად ჩვენ ასეთ საზოგადოებიდან გამოსული ესეთი მსხვერპლი როგორც შეიძლება ესე ითქვას მსხვერპლი ხელისუფლების მიერ თუნდაც წამების მსხვერპლი თუნდაც უკანონო პატიმრობაში ანუ ხელისუფლებამ დაგვაზარალა ჩვენ აი მაგალითად მე 9 წელი გავატარე არარსებულ დანაშაულის გამო მაგის უამრავი სამხილი არსებობს დასკვნაც კი მაქვს მithumetes ორი გზის წინა ხელისუფლების პერიოდშიც და მას შემდგომ უკვე როცა ვითხოვდი გარეთ განთავისუფლდი აქტიურობდი ვითხოვდი სამართლიანობის აღდგენას კიდევ ერთხელ დამაკავეს იგივე ბრალდებით თითქოს და ყაჩაღობის და რაღაც აი ამდაგვარი აბსურდული ბრალდებით ხო და რისი თქმა მინდოდა ბოლო ჯამში ნუ მოკლედ ჩვენ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ წარმოვადგენთ და აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს ესეთი რაღაც ისეთი ფინანსები რომ ყველაფერში ანუ როგორც მოგეხსენებათ საქართველოში ერთი ნაბიჯიც კი რომ გადადგას რიგითმა მოქალაქემ ყველაფერს ფული ჭირდება ხა ნუ მithumetes არასამთავრობო ორგანიზაციას ნუ იქ ოფისი და ასე ინფრასტრუქტურა და ასე შემდგომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან ესეთი კომერციული კანონებია საქართველოში ყველა კანონში რაღაც კომერციული ინტერესი დევს და ხო ნუ ჩვენ გავალთ კავშირზე ბიზნესმენებთან იმ ხალხთან წესიერ ხალხთან რომელიც წარუდგენთ ჩვენს პროექტებს წარუდგენთ ჩვენს წესდებას რომელიც დარწმუნებული ვარ მე ჩვენ დაგვაფინანსებენ და ჩვენი ორგანიზაცია დადგება ფეხზე და იბრძოლებს ბოლომდე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით